ვაკეში კი ჭავჭავაძის 23 ნომერში ჟურნალისტებისთვის მედია ცენტრია გახსნილი. იქ განცხადებას ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკეთებენ. სწორედ აქ იყრის თავს დღის განმავლობაში ყველაზე მეტი ინფორმაცია. ჩემი კოლეგა ქეთი ხიდიშელი ოპერატორ კაკი მაღრაძესთან ერთად დღეს მედია ცენტრში მუშაობს და ის ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. ქეთი, რა ბრიფინგი ჩატარდა ბოლოს მედია ცენტრში და როგორ აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები იმას საარჩევნო გარემოს. ქეთი პირდაპირ ეთერში ხარ, გისმენთ. არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით მედია ცენტრში ბოლო ინფორმაცია წარმოადგინა საერთაშორისო გამჭვირვალობას საქართველოს ამ დროისთვის ფიქსირდება 20-მდე სერიოზული დარღვევა. არასამთავრობო ორგანიზაციამ შეადგინა 11 საჩივარი კვლავ პრობლემებია მარტვილის ტერიტორიაზე. რაც შეეხება კონკრეტულად დარღვევებს საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე კვლავ ფიქსირდება აგიტაციის ფაქტები, რამაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს. ამორჩეველზე გარდა ამისა ხონის ნომერ მესამე საარჩევნო უბანზე მომხდა ერთი ინციდენტი. კერძოდ კი კომისიის თავმჯდომარე ჩაერია რეგისტრატორის ფუნქციებში. გარდა ამისა ფიქსირდება გარკვეული დარღვევები ამორჩეველთა დოკუმენტაციებთან დაკავშირებით. დარღვევების მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს 7 გარემოში და დადებითად აფასებენ საარჩევნო პროცესს. ალბათ მნიშვნელოვანი დარღვევა დაფიქსირდა ხარაგაულში, სადაც მერვე უბანზე სოფელი ვარძის რწმუნებული სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრება ამომრჩევლებს და მოუწოდებს, რომ მათ ოცნებას მისცენ, ქართულ ოცნებას მისცენ ხმა. ხმის მისცემის წესების დარღვევა დაფიქსირდა მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მე-15 უბანზე, სადაც ხმის მიცემა მოხდა ისეთი ბიულეტენებით, რომლებზეც არ იყო რეგისტრატორის ხელმოწერა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ასევე წარმოადგინეს ამორჩეველთა აქტივობასთან დაკავშირებით მონაცემები. მათი განცხადებით ფიქსირდება დაბალი აქტივობა, მაგალითად 12 საათისთვის შეინიშნებოდა სულ 16%-იანი აქტივობა, განსაკუთრებით დაბალია ამორჩეველთა აქტივობა დედაქალაქში, ასევე ქუთაისსა და ზუგდიდში. 12 საათისთვის თბილისში აქტივობამ შეადგინა 12%. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით არსებული აქტივობა მეტად დაბალია, ვიდრე ეს იყო 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. მთელი საქართველოს მასშტაბით დაფიქსირდა 16%-იანი აქტივობა, ხოლო 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დაფიქსირებული იყო 19,9% ამორჩევლის აქტივობა. სამართლიანი არჩევნები აღნიშნავს, რომ აქტივობა შედარებით მაღალია სოფლის ტიპის დასახლებებში, ხოლო ქალაქის ტიპის დასახლებებში ის არის დაბალი. მედია ცენტრი კვლავ საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას ყოველ ნახევარ საათში. ერთხელ არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ საკუთარი მონიტორინგის შედეგებს. ბოლო შემაჯამებელი განცხადება უკვე 10 საათზე გაკეთდება. დიდი მადლობა ქეთი, პირდაპირ ეთერში მედია ცენტრიდან ქეთი